მოგესალმებით ჩაკარება, მე და ჩემი არხი კეტა მეკობარი. მოკლედ მოვიდა ზაფხული, პიკნიკების, ზღვის, დასვენების სეზონი და რა არის ყველაზე აუცილებელი ნივთი პიკნიკებისთვის. მოკლედ მე ტემიდან გამოვიწერე ნივთი, რომელიც მთელი ზაფხულის მეგზურობას გამიწევს. იმედი მაქვს, რომ გამომადგება და ივარგებს. მინდა ახლა თქვენთან ერთად დავაანბოქსინგო ეს ნივთი. სხვადასხვა ძალიან დიდი შეფუთვა არის. ალბათ მიხვდებით რა არის. გავხსნათ და ვნახოთ ერთად. როგორც გითხარით, ვაპირებ რაიონში ვიდეოების გადაღებას, პიკნიკური ხასიათის ვიდეოები იქნება და ვფიქრობ ამისთვის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც დამჭირდება არის გრილი, მაყალი. ეხლა ერთად დავაანბოქსინგოთ და ვნახოთ როგორი არის. ძალიან იაფიღირდა 40 ლარამდე გადავიხადე და კიდევ რაღაც კრედიტიც დამიბრუნა უკან, საკმაოდ დიდი ზომის არის. რეალურად მე მინდოდა მინი გრილი, იმიტომ რომ მარტივი ყოფილიყო გამოსაყენებლად. აი ასეთია. მოკრატოს მოვიტან. ეს არის ნახშირის გრილი, არ ვიცი, შეიძლება წყალამით ჩვეულებრივად გამოვიყენო. აი ასეთია. ერთი ესეთი ის მოყვება. დაფა. ესეთი ფეხის ისენი აქვს, ძირები. ყველა ფეხი ეგრე არის. შეგნით თუნდაც ჩავწვდ. აი ესე. ჩავწვდ. და ესენი აქვს კიდე. ხელის მოსაკიდებელია, კომისიონ, ესე ეს. მერე ეს. ოდნავ ცოტა დაზიანებულია, შიგნიდან ცოტა ადგილებში შეჭეჭყილია. მოკლედ ეს ბადე ცოტა ხელი მეჩვენება, არ ვიცი გაუძლებთ თუ არა სიცხეს. მაგრამ რკინის არის და რავი შეიძლება მასიც არის გათვლილი. არ გეტყვით. ვფიქრობ ერთ სეზონი მაინც გამომადგება და მერე უფრო უკეთეს ვიყიდე. თბილისში ბინის პირობებში ნამდვილად ვერ დავწესტავ ამას, რაიონში როგორც კი მოხვდები, აუცილებლად მოვამზადებ გემრიელ კერძს ამ გრილზე და გაგიზიარებთ. შეიძლება ეს არის ამის ასაღები, ვიცი, აი ესე რა იყო.
მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, ადევნეთ თვალყურით ჩემს საზაფხულო ვიდეოებს და ერთად დავტესტოთ ეს გრილი და მოვამზადოთ გემრიელობები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.